გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, ეთერშია გადაცემა ახალი პარადიგმა, მე თენ გოლმანიძე გახლავართ. დღევანდელ ეთერში კი ჩვენი სტუმარი იქნება ისტორიკოსი ბატონი ედიშერ გვენეტაძე. მოგესალმებით ბატონო ედიშერ, ჩვენ ვაპირებთ რომ თქვენთან ერთად მიმოვიხილოთ მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები. ჩვენ როდესაც დღეს ხა ამ წუთებში აქვს საუბრობთ, ალბათ სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სადაც შეერთებული შტატების დელეგაცია მართავს შეხვედრებს ერთის მხრივ როგორც რუსულ დელეგაციასთან, ისე უკრაინულ დელეგაციასთან. ბუნებრივია რომ მთელი სამყარო ფოკუსირებულია იმ საკითხებზე, რაზე შეიძლება რომ შეთანხმდეს ამ შემთხვევაში ამერიკული მხარე რუსულ მხარესთან და შემდეგ ამას აუცილებლად რა თქმა უნდა დასჭირდება დასტური უკრაინული მხარისგან, რა პირობები იქნება ამ შემთხვევაში მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ რა თქმა უნდა ამ ყველაფერზე უნდა ვისაუბროთ, მაგრამ ერთის მხრივ ძნელია ანალიზი, როცა ინფორმაცია უკიდურესად შეზღუდულია და პრაქტიკულად მედიისთვის ჯერჯერობით არანაირი ისეთი საჯარო მნიშვნელოვანი საუბრები არ გამოდის. ეს რა თქმა უნდა ასეც არის სწორი, იმიტომ რომ როცა უშუალოდ მოლაპარაკებების პროცესია, მხარეები ცდილობენ რომ ეს მედიის მხრიდან ზედმეტი აჟიოტაჟმა არ დააზიანოს პროცესი. თუმცა აქ ასევე არ იქნება სწორი თუ ვიტყვით რომ მხოლოდ უკრაინის ომს შეეხება საკითხი. ალბათ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, მაგრამ აი მაგალითად რუსულ მხარეს ჰქონდა ასეთი განცხადება, თუ სწორად მახსოვს დიმიტრი პესკოვის განცხადება იყო, რომ ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი, რაზეც ამერიკელები და რუსები ერთმანეთს დაელაპარაკებიან და ელაპარაკებიან, ეს არის შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი. ამ კონტექსტში მე ვფიქრობ, რომ აი ქართული მედიისთვის შეიძლება ეს საკითხი კიდევ უფრო ბევრად მნიშვნელოვანი იყოს, იმიტომ რომ ჩვენ სწორედ შავი ზღვის რეგიონის ქვეყანა ვართ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ტრამპის მხრიდან არ იყო რაიმე კონკრეტული მკაფიო გზავნილები კავკასიასთან დაკავშირებით გაკეთებული, ამიტომ ჩვენს გაფაციცებით ვადევნებთ თვალყურს. რა პროგნოზები და ვარაუდები შეიძლება გქონდეს, რა საკითხებზე უნდა ლაპარაკობდნენ შავი ზღვასთან დაკავშირებით ეს ორი უზარმაზარი სახელმწიფო და შესაძლებელია თუ არა მათ შორის შეთანხმებები. მოგესალმებით ბატონო თენგის, მივესალმები მაყურებელს და მართლაც საინტერესოზე კერძზე კი არა, უსაინტერესოეს დროში მოგვიწია ცხოვრება. როდესაც მიმდინარეობს ფაქტობრივად დედამიწის ხელახალი გადანაწილების პროცესი და მე ვფიქრობ, ახლა გაფორმების პროცესია. ისე მთავარი საკითხები გადაწყვეტილია. ყოველ შემთხვევისათვის ჩემი გადასახედიდან ეს ასე არის, ვინაიდან ისეთი უზარმაზარი სახელმწიფოები და ეს სახელმწიფოები, როგორიც არიან ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი, ფაქტობრივად მიდიან იმ კონფლიქტის დასასრულისაკენ, რომელი კონფლიქტიც მიმდინარეობდა პროქს ქვეყანაში. პროქს ქვეყანაში ეს იყო ამ შემთხვევისათვის უკრაინა. თუმცა მაინც ქართველ კაცს იუმორი ასრულდგმულებდა ამ ქვეყანაზე და ჩვენც უნდა მოვიხმაროთ ხანდახან იუმორი და უნდა ვთქვათ, რომ მართალია ტრამპი და პუტინი ერთმანეთს ცდილობენ ომის მოგვარებას, მაგრამ ხაბეიშვილს არ უნდა და რა უნდა ქნა ახლა რა. პირად კონტროლზე ყავს. პირად კონტროლზე ყავს ორივე აყვანილი და უტევს წინ და აქედანაც და იქედან. ერთი სიტყვით რა შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო შედეგი იმისა, როგორადაც ვითარდებოდა მსოფლიო 90-იანი წლებიდან მოყოლებული ვიდრე დაიწყებოდა ის ეკონომიკური კრიზისი, რომელიც დაიწყო ეკონომიკური კრიზისი და მიდის ლოგიკურ დასასრულამდე, ვინაიდან მუდმივი ამ ქვეყანაზე არაფერი არ არის. ამერიკელებს წარმოედგინათ, რომ მუდმივად იქნებოდნენ, მაგრამ ეს მუდმივობა ვერ გახდა იმის საფუძველი, რომ მათ მთელი მსოფლიოსათვის ეკარნახათ თავიანთი თავისი პირობები. რაც შეეხება თქვენს კონკრეტულ შეკითხვას, მე მინდა გითხრათ, რომ შავი ზღვის საკითხი ერთ-ერთი უმთავრესი იყო საკითხი აგერ ამ მოყოლებული ჩემო ბატონო შუა საუკუნეებიდან და განსაკუთრებით ფაქტობრივად შეიძლება ითქვას დაწყებული მას შემდეგ, რაც ოსმალეთი გამოჩნდა შავი ზღვის სანაპიროზე, შემდეგ ოსმალეთმა აიღო და დაიპყრო კაფა, ეს იყო 1475 წელს, ხირიმზე მაქვს საუბარი და ამის შემდეგ გენუელებს აართვეს ჩემო ბატონო და ამან 1475 წელმა დაუღუპა საქართველოც. 1453 წლის 29 მაისმა
მართალია მძიმე გავლენა მოახდინა საქართველოზე, მაგრამ 1475 წელს მთლიანად ოსმალეთის შავი ზღვა იქცა ოსმალეთის ტბად. ამის შემდეგ მიმდინარეობს ფაქტობრივად თურქეთისა და რუსეთის დაპირისპირება, ოსმალეთის ფაქტობრივად ოსმალეთისა და რუსეთის დაპირისპირება ამ ყირიმისათვის და ზოგიერთებს რომ წარმოუდგენია და ლაპარაკობენ ამ შავ ზღვაზე და შავ ზღვაზე ისე ლაპარაკობენ თითქოს ეს იყოს ჩემო ბატონო ხონშია სოფელ გუბში ერთი პატარა ტბა აი ამ კონტექსტში რომ ლაპარაკობენ ასე კი არ არის ეს არის ის ადგილი რომელთვისაც რუსებს აქვს რომ იტყვიან სისხლი ჩაქცეული და ამისათვის მიმდინარეობდა გამალებული ბრძოლები ახლა რუსი ამ ყირიმზე როდესაც იყო ლაპარაკი ადება 1853-56 წლების ყირიმის ომია. წაგიკითხავთ რაცო, იცით რა იყო, რა ბრძოლები აქვს რუსებს იქა გაკეთებული. მერე ჩემო ბატონო, თუ იცით და წარმოგიდგენიათ ის 53-56 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დროს რა მოხდა იმ დროისათვის დასავლეთ საქართველოში ომერ-ფაშა შემოჭრა იციან რა იყო სანამდე მოვიდა ომერ-ფაშა იციან მერე რა ემუქრებოდა ამ ტერიტორიებს და ასე შემდეგ იციან რა ეს არის უცოდინარი თუმცა ამ შემთხვევაში აი ბატონო ედიშე ჩაგეკითხებით არგუმენტი რომელსაც მაგალითად გეტყოდათ ალბათ საშუალო სტატისტიკური პროდასავლელი თუ ლიბერალი თუ ეს არ მომწონს ესე დაყოფა ადამიანების არ არის ორი ტერმინი და იმიტომ არ მომწონს უბრალოდ მაგრამ რასაც გიპასუხებდნენ ეს იქნება რომ ეს იყო წარსულში იმის შემდეგ რამდენი რამე შეიცვალა სწორი იქნება ვთქვათ რომ მაგალითად თურქეთს მაგალითად რუსეთს იგნო რუსეთზე ამ შემთხვევაში ცხადია პასუხი მაგრამ აი თურქეთს რა იგივე ინტერესი აქვს დღეს შავი ზღვის რეგიონის მიმართ რაც ჰქონდა ოსმალეთის იმპერიის დროს ჩემო თენგო თურქეთს შეიძლება როგორ არა აქვს მაგრამ გადატანითი მნიშვნელობით გეოპოლიტიკას ინტერესი გეოპოლიტიკა ფაქტობრივად უცვლელია და გეოპოლიტიკა ჩვენ ხაბეიშვილების თავებში რო იცვლება და ლაპარაკობენ დღევანდელ დღეს ახლა ისინი ლაპარაკობდნენ კიდევაც იმის შესახებ რომ ლაპარაკობენ რუსეთი დაიშლება და შემდეგ ჩვენ თავისუფლება ამ დროს რუკა არიციან საერთოდ ისა რა ქვია ჩtildeვეთ საქართველოს ვინ ესაზღვრება რო უთხარი ზოგიერთებს ვინ ესაზღვრება და რუსეთი ესაზღვრება ამ დროს ამ ნიშნულობა არიციან რა ერები ცხოვრობენ რა ეთნიკური ერთეულები ცხოვრობენ იქ და რუსეთი თუ დაიშალა ამის შემდეგ რა შესაც აქვს მათ წასასვლელი გამოცდილება გვაქვს და თან რაღაც ის ისტორიულ წარსულში კი არა მე უკვე დაბადებული ვიყავი ხო 90-იან წლებში გვაქვს ამისი გამოცდილება ყველაზე მეტი კაცო სადა აქვს მათ ჩემო ძვირფასო თენგის გადასვლელი არსად არ აქვს საქართველოს გავლით მხოლოდ შავ ზღვაზე რატომ მოდიოდა მე შამილი აქეთ რატომ მოდიოდა იმიტომ რომ მას მე ჩაეკეტა აბსოლუტურად ყველაფერი რატო ილაშქრა კახეთში რატომ ფიქრობდა ისა შავ ზღვაზე გაჭრას რა უნდა როგორ უნდა რა პროცესები იყო და ამას გაანალიზება ჭირდება ამას გაცნობიერება ჭირდება და რატომ მოვყევი პატარა ისტორიული ექსკურსიის შესახებ რატომ შევეხე იმიტომ შევეხე ამ პატარა ისტორიული ექსკურსს რომ ჩვენ წარმოვდგენა გქონდეს ერთი რაიმის შესახებ რომ ეს გეოპოლიტიკური ბრძოლა არც ერთ შემთხვევისათვის რუსეთმა ამას ვერ დათმობს შეიძლება ვერ დათმობს მისი გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე და რაც მან გააკეთა ყირიმში ეს იყო იმ ობიექტური რეალობის აუცილებლობის შედეგი რომელიც მის გარშემო შეიქმნა ისე რომ წარმოდგენა ჰქონდათ რომ რუსეთი დასუსტებულია და რუსეთს შეიძლება აბსოლუტურად ყველა და ყველაფერი გაუკეთოთ აი მაგრამ ეს ასე არ მოხდა ჩემო ძვირფასო მეგობრებო და ეხლა გეოპოლიტიკა შეიცვალა პოლიტიკა შეიცვალა ჩემო ძვირფასო მეგობრებო იმით რომ ნახეთ რა განცხადებებს აკეთებს უიტკოფი წარმომადგენელი პირადებს ამერიკის შეერთებული შტატები ლოცულობდაო პუტინი ლოცულობდა მას ტრამპის ჯანმრთელობაზე და მით უმეტეს ახლა გამოცდილმა პიროვნებებმა ვინაც მეტნაკლებად ჩახედულია მაინც პოლიტიკაში მშვენივრად იცის რომ უიტკოფისთან ადამიანები პიროვნებების შემთხვევით განცხადებებს არ აკეთებენ მათი განცხადებები აბსოლუტურად ყველა და ყველაფერი გათვლილი არის შემდეგ სანამ ტრამპი მოვიდოდა და ტრამპის შემდეგ ხელისუფლებაში მოსვლას შემდეგ მისი დამოკიდებულება რომ ჩემო მეგობრებო პუტინთანო მეო ჩემო
ბატონო რო ყოფილიყავიო მე ომი არ მოხდებოდაო და მთელი რიგი ერთი სიტყვით რევერანსები როდესაც გავუკეთეს ერთმანეთს მე რა მინდა ახედა ორივე მხრიდან სხვათა შორის პუტინიც არაერთხელ ზუსტად ამას ვლაპარაკობ ზუსტად ორივე მხრიდან გაკეთდა ეს რევერანსები და ეს ნიშნავს რას ეს ნიშნავს იმას რომ ამ დიდ სახელმწიფოებს უზარმაზარ მონსტრ სახელმწიფოებს ახლა გვინდა თუ არა უნდა ვთქვათ რომ ეს ჩვენი მჭიდრელი მეზობელი არის ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფო ძლიერი სუპერ სახელმწიფო არის მართალია 90-იან წლებში თავი ჰქონდა ტალახში ჩაყოფილი მაგრამ მოდი ვთქვათ ახლა ისა სიმართლეს უნდა გაუსვარო თვალები და უნდა თქვა პუტინმა შეძლო ამ ქვეყნის ტალახიდან წამოწევა ეს შეძლო მან და ეს მან გააკეთა ფაქტი ეს და ჩვენ სახელზე ხედავთ რა პროცესები და რა მიმდინარეობს და ეს რომ ასე იქნებოდა ეს უნდა დაენახათ ჯერ კიდევ 2007 წელს არისო ის მიუნხენის კონფერენცია მიუნხენის კონფერენციის შემდეგ ეს პროცესები ისე წავიდა რომ დღევანდელ დღეს მივიდა იმ დონემდე რომ ლაპარაკი არის უპირველეს ყოვლისა ერთ მეტად მნიშვნელოვან რაიმეზე რომ ის ორი რეგიონი რა სტატუსი მივცეთო ჩემო ბატონო დონეცკის რა სტატუსი მივცეთო ყირიმსო რა სტატუსი და დანარჩენი რეგიონებზე უკვე ლაპარაკია და ზედმეტი არის უკვე იმის შესახებ როდესაც ჩვენთან ყიოდენ და ამ ეგრეთ წოდებული დასავლელი ვითომდა ბჭყალებში ლაპარაკობს ისი პროდასავლელები არიან პროდასავლელი პოლიტიკოსები ვითომდა ყიოდენ ნატო დღეს თუ ხვალ უკრაინა შევა და უკრაინა შეგვასწრებს ნატოში ხო ლაპარაკობდნენ გუშინ წინ არ ლაპარაკობდნენ მაგრამ რა აუხსნათ რაზე ვსაუბრობთ აი ჩვენ ხო ყოველთვის გვესმოდა ძვირფასო მაყურებლებო რომ დასავლეთი არაზრუს აღიარებს მაგალითად რუსეთის მიერ დაკავებულ ტერიტორიებს რომ ის მუდმივად განიხილავს ამ ტერიტორიებს უკრაინის ნაწილად ჩვენ არ ვიცით რა თქმა უნდა როგორ დასრულდება ახლა მოლაპარაკებები ამ კუთხით მაგრამ უკვე აი ამ საკითხის ასეთი ფორმით მტკიცება ცოტა არ იყოს უკვე ირაციონალურია იმ განცხადებების შემდეგ რა ჩვენ გვესმის რომ მაგალითად ამერიკული მხარე განიხილავს რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიების სტატუსის საკითხს ეს სხვათა შორის ტერიტორიების გაყოფის თემა თვითონ დონალდ ტრამპმა პირადად ახსენა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს და შემდეგ უკვე ამერიკული წარმომადგენლობის მხრიდან იქნა გაჟღერებული რომ საუბარი არის სტატუსის უნდა შეურჩიონ რაიმე სტატუსი ხა ამ მიწებს ხო და ეს ლოგიკურიც არის ხა ფაქტი არის რომ რუსეთს აქვს ეს მიწები დაკავებული კი ბატონო აქვს რაღაც უსტატუსოდ ხო ვერ ექნება რაღაცა რომ უნდა დაერქვას ამ რომ აი რა ფორმით ფლობს ამ ყველაფერს რუსეთი თუ მithumetes საუბარი არის რომ დასავლეთი და რუსეთი ერთმანეთთან თანხმდებიან და ხელს ართმევენ ცხადია რომ ეს საკითხები დადგებოდა დღის ეს რიგში მაგრამ აი იმ ადამიანების ზუსტად ბატონო ედიშერ თავში რა ხდება და ნეტა ჩაგვახედა რომ აქამდე რომ ამ ყველაფერზე როცა ჩვენი მხრიდან მიდიოდა საუბარი და დისკუსია რომ ესეთი მომენტები დადგებოდა ამას უპირისპირებდნენ რომ ჩვენ თურმე პუტინი გვაძლევს ფულს ამ ყველაფრის ლაპარაკში რომ ჩვენ ვართ გაუნათლებელი, ჩამორჩენილი, ბნელი, ყველაზე უფრო პროგრესული ნაწილი ჩვენი საზოგადოების ამაში გვარწმუნებდა და არწმუნებდა საზოგადოებას. პროგრესიული ბჭყალებში. ხო, რა თქმა უნდა, პროგრესული, განათლებული, პრადვინუტი, როგორც იტყვიან ხოლმე ბჭყალებში, ყველა ხო ამაში გვარწმუნებდა, მაგრამ აი დღეს დგება მომენტი, რომ თურმე აი ამ პატარა სტუდიაში და ჩვენსავით კიდე სხვა სტუდიებში რაზეც მიდიოდა საუბარი, თურმე ის ყოფილა სიმართლე და არა ის, რასაც ამდენი ხანი ხალხს აჯერებდნენ, ხო? თენგო ბატონო საქმე რაში მდგომარეობს დღევანდელ დღეს არა მარტო ეს სამხედრო პოლიტიკური დაპირისპირება მიმდინარეობს არამედ მიმდინარეობს ღირებულებითი დაპირისპირება ამ ღირებულებით დაპირისპირებაში ვხედავთ ჩვენ ახლა რომ გაყოფილი არის ფაქტობრივად მსოფლიო ორად და განსაკუთრებით ამ ღირებულებით დაპირისპირებაში არის ძალიან დიდი ბრძოლა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპა ბიუროკრატიას შორის. ფაქტობრივად ჩვენ ვთქვათ ტრამპის ხელისუფლებასა და ევრობიუროკრატიას შორის. ბუნებრივია ისმის კითხვა ვის დარჩება გამარჯვება ის უნდა დარჩა ვის დარჩება გამარჯვება ყოველგვარი პათეტიკისა და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ისტორიას აქვს თავისი კანონები ამ კანონების მიხედვით ახლა ორი აზრი არ არსებობს იმის შესახებ რომ ეს უნდა დარჩეს მომავალს ანუ ტრამპის დღევანდელ ხედვას მე გულისხმობ ტრამპის უკან დგომ ხალხს მარტო ტრამპზე ლაპარაკის ზედმეტია და ამავე დროს ჩვენ ამ ბრძოლაში ჩაბმული ვართ და წინარიგებში ვდგევართ. ესაა საოცარ ფენომენი. ნახეთ ახლა ტრამპს ვინ ყავს მოკავშირე ევროპაში. ევროპაში მოკავშირე როგორადაც არ უნდა გვინდოდეს ჩემო ბატონო, არის რუსეთია ფაქტობრივად ღირებულებითი საკითხებში. ეს არის რუსეთი მისი მოკავშირე არის და მისი მოკავშირე არის საქართველო, უნგრეთი და სლოვაკეთი.
დარჩა დამთავრდა. ნახეთ, ნაწილობრივ მისი მოკავშირე იყო და ბედავდა ამის გამოთქმას სერბეთი, მაგრამ ნახეთ როგორი სიტუაცია. ამ ხრივ თუ მიუდგებით ჩვენ პროცესებს, ამ ხრივ თუ მიუდგებით, უნდა ვნახოთ კიდე ერთი მეტად საინტერესო ფაქტი. მე მგონი არ ვცდები, რასაც ახლა ვიტყვი. ამ ხრივ გარკვეულ წილად ღირებულებით საკითხში მისი მომხრე არის თურქეთიც, მაგრამ თურქეთშიც ნახეთ როგორი სიტუაცია. ეს საკითხის არც ცალკე მინდა კიდე რო განვიხილო. ხო, ეს ძალიან საინტერესო პროცესები მიმდინარეობს, ძალიან საინტერესო პროცესები და ეს პროცესები მიაქციოს მაყურებელმა ყურადღება ყველაზე ადრე დაიწყო ჩვენთან. ჩვენთან დაიწყეს ყველაზე მეტი ადრე. რატომ დაიწყეს? იმიტომ რომ ამ მამაძაღლებს უნდათ ჩვენება ერთი რაიმესი, რომ თუ როგორ შეიძლებოდა დაიჯა იმ ხალხისა, რომელმა ხალხმა და რომელმა სახელმწიფომ არ დაკეტა ეკლესიები. იმ COVID პანდემიის დროს დამისახელეთ მსოფლიოში მეორე ქვეყანა, სადაც არ დაიკეტა, ყველგან აბსოლუტურად დაიკეტა. უნიკალური რამ იყო ერთ და მეორე ამბავი კიდე ასე ხმამაღალი გამოსვლა. საკუთარი ტრადიციების, საკუთარი იდენტობის დაცვისა და განსაკუთრებით იმ საშინელებების წინააღმდეგ, როდესაც ყველას და ყველაფერს გენდერს არქმევდნენ. ხო? და აქ დადგა ქართველი კაცი და ქართული იდენტობა დადგა ძალიან მაღალ ადგილზე. და მე ამან პოვა თავისი გაგრძელება ის იყო, რომ მიუხედავად საოცარი მცდელობებისა, მიუხედავად საშინელი მცდელობებისა და მიუხედავად უზარმაზარი დესანტის გადმოსხმისა, ეგრეთ წოდებული ცვედან ავაზაკ დასაჭურესებულ ევროპელთა მხრიდან, ევროპელთა როდესაც ლაპარაკობ ამ შემთხვევისათვის მე მგონი ეს არის ევროპელ ხალხთან მე არავით არის კოლექტიურ როთებზე მაქვს და კოლექტიურ მაკრონებზე ჩემო ბატონო ლაპარაკი და რომლებიც გადმოსხეს აქა და მათ რა არ სცადეს რომ საქართველოში პირდაპირ აგერ ყავს ერთი კაცი მაგათი წარმომადგენელი პირდაპირ რომელიც გვიზის შერჩინსკი რომელიც ყოველ დილას აღამოს ლაპარაკობდა იმის შესახებ, რომ საქართველოში ხელისუფლება უნდა შეცვლილიყო და ქართველ ხალხს მოუწოდებდა ჩვენი დახმარება კი გექნება თუ მაგრამ იმ შემთხვევისათვის თუ ხელისუფლება შეცვლითო. ამას პირდაპირ ლაპარაკობდნენ ამ შესახებ. შემდეგ ნახეთ რა დღეში არის ისა რა ქვია საფრანგეთის ელჩი. რა დღეში არის გერმანიის ელჩი. რა დღეში არის სხვადასხვა ჩეხეთის ელჩები და ბევრი ქვეყნების, მთელი ევროპული ქვეყნების ელჩები. ეხლა ნუ გვეტყვის და ნუ მოგვატყუებ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ თავს არ ვიტყუებთ, იმიტომ რომ მრავალსაუკუნოვანი ისტორია და დიპლომატიის ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს, რომ ეს რომელიმე ელჩი, რომელიმე იმას შვებოდა, რა ქვია, საკუთარი ინიციატივებით აკეთებდა ამას. არც ერთ შემთხვევისათვის ისინი ახორციელებდნენ მისი ქვეყნების პოლიტიკას. და მე ნახეთ ისტორიაში ოქროსასუებით შევა, მე დარწმუნებული ვარ ამის შესახებ ეს ასე იქნება ჩვენი ღირსეული პრემიერ-მინისტრების იმის ღარიბაშვილისა და ღარიბაშვილმა რა დღე აყარა თბილისში ბორელს. გვახსოვს კარგად და ისიც გვახსოვს რა სიტყვებით ლანძღავდნენ მე მას. კი ბატონო, მე როგორ ეპაექრა დღევანდელმა პრემიერმა შოლცს გერმანიაში. ეს წარმოუდგენელი რამ იყო ეხლა ვის წარმოედგინა თუ ეს შეიძლება ასე მომხდარიყო მაგრამ მოხდა რის საფუძველზე იმიტომ მოხდა რომ ეხლა მე მინდა მაყურებელს უნდა უთხრა რომ ჩვენ როგორც დავით ჰქონდა 1121 წლის 12 აგვისტოს ნიჯბისის ხეობა ჩახერგილი, ისევე იყო ჩვენი ჩახერგილი დღევანდელი საქართველოსათვის და ქართველი მოსახლეობისათვის და საქართველოში მცხოვრები მოსახლეობისათვის ღირებულებების გამო, ზნეობრიობის გამო და საქართველოს მომავლის გამო ის უკან მოსახედი გზა, უკან დასახევი გზა ჩვენთვის მაშინაც ჩახერგილი იყო და ახლა ჩახერგილი ვარ. აი ბატონო, შეიძლება რომ ახსნათ რამ გამოიწვია ეს, რომ საქართველო გახდა მართლაც ერთადერთი ქვეყანა, მხრივ არა მხოლოდ COVID პანდემიის დროს, ეხა ობიექტურად თუ ვიტყვით 2021 წლიდან, როდესაც დაიწყო კონფლიქტი, იმ დროს რომ ვიღაცა იწყებს აქეთ პროდასავლურ ბანაკში რაღაც სუვერენულ მოქმედებებს
ეს აი თეთრი ყვავებივით ჩანდით იმ პროცესში, ხო, ნამდვილად და 2 წლის განმავლობაში აი რამხელა წნეხი, რამხელა მართლა ბევრი რამ გამოიარა ხელისუფლებამაც და რაც მთავარია ქართულმა ხალხმა ძალიან სწორად შეაფასა ეს ყველაფერი. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ აი ეს იდეოლოგიური მარცხი დასავლეთის რითიც იყო განპირობებული, არის შემდეგი. ისინი მოჩვენებითად ახდენდნენ აი ამ რაღაც აქამდე არსებული ღირებულებების დემონტაჟს ჩვენი საზოგადოებისთვის. უფრო მეტ ფულს მარტივად რო თქვათ, იმაში კი არ ხარჯავდნენ, რომ LGBT პროპაგანდა გაევრცელებინათ მხოლოდ. კიდე 10-ჯერ მეტ ფულს ხარჯავდნენ იმაში, რომ დანარჩენი საზოგადოებისთვის დაეჯერებინათ, რომ თითქოს ეს მოგონილი მითია, თითქოს არანაირი LGBT პროპაგანდა არ არსებობს და ხო კარგად გვახსოვს, კაცო, ეს ამისი თქმა უბრალოდ, რომ LGBT პროპაგანდა იყო პირდაპირ დაჯადად ფაქტიურად გამოცხადებული მედიის მხრიდან და ბლოკაუდნენ, რომ ეს არ არსებობს მითია, ესეთი საფრთხეების მეორე ფრონტის საფრთხე ვიღაცა მოიგონა, თორემ ის რეალურად არ არსებობს. ანუ გამონათქვამი როა, რომ ეშმაკის მთავარი ეშმაკობა ის არისო, რომ ადამიანები მის არარსებობაში დააჯერაო, აი დაახლოებით ამ სტრატეგიას მიმართავდნენ და ეს ჩაუვარდათ, იმიტომ რომ ბოლოს უკვე ყველასთვის ნათელი გახდა. რომ არაფერი მოგონილი მითი არ არის არც ის LGBT პროპაგანდა, აი ეს გენდერის პოლიტიკა, არც ის რომ საქართველოს ჩართვა იქ საბრძოლო მოქმედებებში სრულიად რეალური ინტერესი იყო და ღიად გამოხატული ინტერესი იყო და ქართულმა ხალხმა უბრალოდ რაღაც მომენტში აღარ დაიბრმავა თავი. ჩვენ დავინახეთ, გავაცნობიერეთ რეალური საფრთხე და ის რაც მათ შორის მანამდე შეიძლება ვიღაცებს არ ჯეროდათ, მათაც დაინახეს, რომ თურმე მართლა რაღაც ხდება. აი ეს მომენტი დავინახე მე პირადად, ასე შევაფასებდი ამ პროცესს. საინტერესო არის თქვენ როგორ ხედავთ? მე მაინც ჩემი ისა თვალთახედვა მაინც ისტორიას ეხება და როგორც 1020 და ავიჩემი არაფერი არ ამიჩემებია. ზუსტად ანალოგიური სიტუაცია იყო 1021 წლის მიდამოებში. როდესაც მოდიოდა ჩვენზე ვინ იყო ახლა ეს თურქ-სელჩუკები და მე ახსნი რატო უკავშირებ ახლა ამ პროცესს. თურქ-სელჩუკები იყვნენ მომთაბარე ხალხი. რომელიც კაფავდნენ აყვავებულ ბაღებს, აყვავებულ ვენახებს, აყვავებულ ერთი სიტყვით ბინადარ მეურნეობას და შემოდიოდნენ და სახლდებოდნენ და ფაქტობრივად ხდებოდა ის რომ აი დღევანდელი ტერმინოლოგია რო არის ქართული ეროვნული იდენტობის გაქრობა ხდებოდა. ამიტომ იყო 1021 წლის 12 აგვისტო უმთავრესი მომენტი საქართველოს ისტორიაში რომ ამის შემდეგ ქართველმა კაცმა დაიჯერა ის რაც უნდა დაეჯერებინა რა იყო რომ მას თუ არ შეინარჩუნებდა ის მის იდენტობას ანუ ქრისტიანობას ამ შემთხვევისათვის ის გაქრებოდა ისტორიის სარბიელიდან და ზუსტად ანალოგიური სიტუაცია იყო თქვენაც ბრძანეთ ახლა ბატონო თენგიზ იმიტომ რომ მოდიან და გელაპარაკებიან რომ შენ უნდა უარყო ის რაც შენი წინაპრისათვის აუცილებელი იყო და რომელმაც დღევანდელ დღემდე მოგიყვანა ნახეთ რა ეშმაკურად შემოაძვრინეს შარშან იყო ხო შარშან და ეშმაკურად ნახეთ მეტი ბოლო წერტილამდე რომ მივიდნენ მამული ენა სარწმუნოების ჩაანაცვლეს ერთობა ნახეთ ეს უნდათ ეშმაკურად ამის შემოტარება ერთობის წინააღმდეგია მაგრამ მაინც და მაინც ხო შეიძლება მამული ენა სარწმუნოება ერთობა არა სარწმუნოება ამოაგდეს და ეს ჩააგდეს მისი ჭკუით მაგრამ ამ დროს მათ ვერ გაითვალისწინეს ერთ-ერთი უმთავრესი რამ რომელიც დღევანდელ მსოფლიოში თავისთავად მოდის და ნახეთ ის მე რატო ვლაპარაკობ ტრამპის ადმინისტრაციაზე და რატო ვლაპარაკობ ამდენ ყურადღებას ვამახვილებ მათზე ჩემს ნებისმიერ გამოსვლაში იმიტომ რომ ტრამპის ადმინისტრაცია სწორედ ეროვნულ ღირებულებებს წევს წინ და პირდაპირ ლაპარაკობს კაცო ისა რა ქვია რუბიომ ასეთი რამ თქვა ამ ხალხისო ვერაფერი ვერ გამიგიაო ევროპელებზე როდესაც ქონდა ლაპარაკი რომ თავრობა ყავთო და ამ თავრობის თავრობა უნდათ კიდევ ესე ხო ეგრე თქვა რა იმიტომ რომ ამ თავრობასო სურთო კიდევ თავრობა ყავდეთ სხვაგანო და ის თავრობა რასაც უბრძანეს მართავდნენ ესეო ანალოგიურ სიტუაციას შემოაძვრინეს აქა ანალოგიური სიტუაციის გაკეთება უნდათ აქა მაგრამ აი ზუსტად 12 აგვისტოს მაგვარი ბევრი აგვისტოები გავიარეთ ჩვენ ბევრი მარტები გავიარეთ ბევრი სხვადასხვა დეკემბრებით გავიარეთ და თითქმის 4 წლის განმავლობაში ყოველ
წელს თითო 12 აგვისტოს გავდიოდით. ოღონდ ეს 12 აგვისტო დიდი ხნის გარკვეული მაშინ ერთ დღეს დამთავრდა ეს და აქ რამოდენიმე დღეების განმავლობაში და ზოგჯერ თვეების განმავლობაში გრძელდებოდა, მაგრამ სახელმწიფომ და ხალხმა და ამავე დროს იმ ძალებმა, რომლებიც არსებობენ იგივე ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ერთიანი წვდომა მოხდა იმისა, რომ ის უბედურება არ მომხდარიყო, რომ ისტორიის სარბიელიდან გამქრალიყო ის უნიკალური რამ, რომელიც კაცობრიობას აქვს ამ პატარა დედამიწის მცირე ნაწილში, რომელსაც ქვია საქართველო და ქართველი. ამიტომ ეს უპირველეს ყოვლისა იყო უდიდესი მონაპოვარი არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი პროგრესიული კაცობრიობის და შემთხვევითი არ იყო, ნახეთ 27 ოქტომბერი იყო თუ 28 ოქტომბერი. ეხლა პოლიტიკაში შემთხვევით არაფერი არ ხდება. 26-ში არჩევნები ჩატარდა, გამოვარდნენ, ხედავდით რა და ჯერ კიდევ გაოგნებული არიან და ჩამოდის უნგრეთის პრემიერ-მინისტრი. კი ბატონო. ეხლა თუ ვინმე ჭკუა კიდე თავში ოდნავადაც ამ პროცესებს ხედავს და შეუძლია დღეს აგერ თქვენ გაქვთ პატარა ყუთი გაქვთ წინ, რომლის მეშვეობითაც აბსოლუტურად მთელი მსოფლიოს პროცესების გაგება რაღაცა წამების ამბებში შეუძლია ადამიანს, შეუძლია დაატრიალოს და მეტ რაიმეს ვეტყვი კიდე და მიმართავ. ნახოთ 21 ოქტომბერს ნახონ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა და შეადარონ 20 იანვარს საინაგურაციო სიტყვა ტრამპის. მე ვფიქრობ, ამას ბევრი რაიმეები არ ჭირდება. ოღონდ ეხლა პირდაპირ გახსნილად ვიტყვით, მიმდინარეობს ჩემო თვითფასო მეგობრებო, ამ პროცესების დასრულება და ეხლა ზელენსკი რა სიტყვის იქ ის რა სიტყვის, დანილოვი რა სიტყვის და გონჩარენკო რა სიტყვის, ეხლა ამათ სიტყვას მეტი ნაკლები ფასი აქვს, ვიდრე ჩემს სოფელში მყავდა ორი მეველი. ერთი იყო ისა ლადიკო და მეორე იყო ანტუშა. ღმერთმა გაანაცვლონ ჩემო ბატონო, სოფლის იმაში რა ქვია, იმის კოლმეურნობის ვენახში თხები რო შევიდო და გააფორმებდნენ იმას აქტს, მერე ისა რაც ზარალი მიაყენეს, უნდა ამ თხებმა უნდა აენაზღაურებინა პატრონს. ისინი მეტად ის აქტები მეტად ფასობდა, იმათი შედეგი მოყვებოდა, ვიდრე ახლა ზელენსკისა და გონჩარენკოებისა და მაკრონებისა და შოლცებისა და სტარმერების ლაპარაკი. ჩვენ ხო ხედავთ ახლა ის რაც ბაქი ბუქობენ ესენი. ესენი არის ბაქი ბუქობა ბაქი ბუქობისათვის. იმიტომ რომ მართალია ახლა მე ისე არ გამიგოს მაყურებელმა, რომ ის ძალები, რომლებიც მათ მხარს უჭერენ, ეს ძალები უძლიერესი ძალებია. ძალიან ეს არის ალბათ თუ გაქვთ ფილმი ნახული, ჩემო ბატონო, გადიოდა ტელეეკრანებზე, ისა რა დაახლოებით 30 წლის წინ და შარშან თუ შარშან წინ რუსთავი ორმა უჩვენა 8 ფეხა. ფილმი ჩემო კორადო კატანი, სპრუტის ჩემო ბატონო, ხო, ლეგენდარული სერიალი. ზუსტად ანალოგი იქ მეტი რიოლადაა მოთხრობილი, მაგრამ ვიდრე სინამდვილეში და რეალობაში იყო, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეხლა ტრამპის გუნდი და ტრამპის მომხრეები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცარიელ ნიადაგზე არ მოსულან. ეგ არის ეხლა პროცესი. ჩვენ აქ სტუდიაში შემოსვლამდე საუბრობდით ერთმანეთში, ვინ ვის ეხლა აქ უკან დასახევი გზები მოჭრილია. ვინმეს ხომ არ გონია, რომ ტრამპი უკან დაიხევს. ტრამპზე როდესაც ლაპარაკობ მის გუნდზე ლაპარაკობ. ტრამპი ეხლა ვერცავითთა შემთხვევისათვის ვერ მოვიდოდა ხელისუფლებაში, მას რომ უზარმაზარი გუნდი არ ყავდეს. და იმ გუნდს გათვლილი არ კონდეს, რა შეიძლება მოვლენები. ეს არ არის რაღაც გეგმა, რომელიც ეხლა მუშავდება, როგორც ჩანს ეს არის უკვე კარგად შეტანილი. კარგად ვეცა, ნახეთ ბატონებო, ნახეთ, როგორი ხალხი ყავს. მარტო ორ პიროვნებას დავასახელებ, ვენსი და რუბიო. როგორები არიან ახლა ისა ყველაფერია მოსალოდნელი. ტრამპს რომ რაიმე შეემთხეს, ვენსი რაიმეს დამთმობია, არა და კონსტიტუციით და ყოველგვარი სწორედ ის გახდება ისა ქვეყნის მართლმან უქნას, მაგრამ ვლაპარაკობ დაშვებას ვლაპარაკობ ჩემო ბატონო. ანდა რუბიოს ასეთი განცხადებები, როდესაც ლაპარაკობს იმის შესახებ საფრანგეთში ვიღაცა გლუქსმანებისა და თუ ვიღაცა ნაყარ-ნუყარა ხალხის შესახებ ასეთები არ იმსახურებსო საფრანგეთიო და ასეთ რაღაცებს რო ლაპარაკობენ. ახლა შემთხვევით ასეთი ადამიანები, ისინი ხაბეიშვილები და გვარამიები და მელიები კი არ არიან, რაც მოადგებათ პირზე, ყველაფერს ოყრანტალებენ. ეს ასე არ ხდება. ამიტომ ახლა
ჩვენ ვართ უპირველეს ყოვლისა ძალიან რთული პროცესების წინაშე. ჩვენმა ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაყვეს და კიდევაც დარწმუნებული ვარ იმ გზას, რომელიც მას არჩეული აქვს. ეს არის ზუსტად ის გზა, რომელიც ჩვენ ტაძრამდე მიგვიყვანს. რომელიც ტაძარში მე რაც გულისხმობ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ტაძარში უპირველეს ყოვლისა გულისხმობ იმას, რომ გადარჩენილი იქნება ქართველი კაცი ფიზიკურად, ქართული სახელმწიფოებრივად და მოხდება იმის განვითარება, რაც ჩვენ გვინდა. ანუ საქართველოს საშუალება ექნება დანარჩენი მსოფლიოსათვის შესთავაზოს ის, რაც მას შეუძლია და მას შეუძლია უპირველეს ყოვლისა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ზაგასაყარი ხიდის როლი და დღევანდელ დღეს ახლა მარტო ნუ წარმოვიდგენთ ღირებულებები მარტო მხოლოდ მართლა ღირებულებებზე იყოს უზარმაზარი ეკონომიკური დაპირისპირება უზარმაზარი სამხედრო დაპირისპირება უზარმაზარი სამხედრო პოლიტიკური დაპირისპირება და ნახეთ გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე უნდა თუ არა იმ საშინელი ძალის წინაშე რომელსაც ქვია deep state და მისი განშტოებანი მთელი მსოფლიოს მასშტაბით მომიტევეთ მაგრამ პუტინი ტრამპი სინძიპინი იძულებული იქნებიან თუ რაიმე მოხდა გაერთიანდნენ ეს ფაქტი ისტორიის კანონზომიერება ისტორიის დაპირისპირების ველი ამ შემთხვევაში გეოგრაფიულ საზღვრებზე კი არ გადის აი მართლა რაღაც იდეოლოგიურად იდეოლოგიურზე და რაც ესა ფაქტობრივად ფაქტი არის და ამიტომ ზოგიერთს ახლა ისა რა ქვია გაცნობიერებული აქვს ეს ზოგიერთი სულ მალე გაიცნობიერებს და ის პროცესები რომელიც მიმდინარეობს და მარტო ერთი რამ მინდა კიდე ვისაც არ ჯერა ოდნავადაც მაინც რომ დაიჯეროს. ნახეთ როგორი ხარხარი ატყდა მაშინ ვითომძდა გრენლანდიის გარშემო. გახსოვთ ალბათ ხო? და დღეს კიდე განმეორება გრენლანდია უნდა იყოს ამერიკის შეერთებული და ჩავიდა კიდევაც ჩემო ბატონო ისა რა ქვია მეორე პირი რუბიო კიდევაც ჩავიდა გრენლანდიაში მეუღლესთან ერთად და მე დანია ხო ხედავთ ხო ნატოს წევრია რატო ვერ იღებს ხმას? რატომებს კი არა გრენლანდიაში ელოდებიან რას გადაწყვეტს იქ თვითონ ხალხი და რა ხმა უნდა ამოიღოს დანია მარის გაღურსული. კაცო დანარჩენი ევროპელები დანარჩენები თუ ვინმეს დახმარება უნდათ ეხლა ხო? აი ეხლა უნდა დაეხმარონ რისი გამგეთებლები არიან. თავიდან საფრანგეთმა გააკეთა განცხადება რომ არ დაუშვებდა მსგავს რაღაცებს მაგრამ ახლა საფრანგეთი არის ჩემო ბატონო ჩვენთან იყვნენ ვერ ვიტყვი ახლა ეთერში ვართ ამ სიტყვა ყარაჩოღელებიო იტყოდნენ ჩემო ბატონო ზუსტად ასეთები არიან ის ასეთია საფრანგეთი და საფრანგეთი გაანადგურა ფაქტობრივად იმ პოლიტიკამ რომელსაც აწარმოებს ეს მაკრონი და მის წინ რო იყო და დამავიწყდა იმის გვარი მის სოციალისტი იყო მათ რომლებმაც ფაქტობრივად ჩამოშალეს როგორც საფრანგეთის სახელმწიფოს სუვერენიტეტი და მისელს მეტი არაფერი არ დარჩენია სადღაც აქა დაბუდიელობს იმას რა ქვია გვარამიას გიგაურის და იმათ ენჯეოჩინგების თავყრილობაზე. მე ამას გულის ტკივილით ვლაპარაკობ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ვინაიდან პოლიტიკა ისეთი საოცარი ფენომენია, პოლიტიკაში არ არსებობს კლასიკური გამონათქვამია. მეგობრები, პოლიტიკაში არის ინტერესები და მეტიც მინდა კიდე გითხრათ. ჩვენ გვაქვს კარგი გამონათქვამი, ქართველებს, ქართველ კაცს აქვს ასეთი გამონათქვამი, ცარიელ გობში, ჯამშიო, ხელს არავინ არ ყოფსო. მათ თუ თავიანთი ინტერესები არ აქვს, ყოვლად წარმოუდგენელია ვინმე შენ დაგეხმაროს. რატო ვლაპარაკობ ახლა ამას? იმიტომ რომ ჩვენთან ახალგაზრდობას წამლავენ იმის შესახებ რომ უცოდინარობით წამლავენ და ატყუებენ ახლა მაგალითად აიგონეთ მარშალის გეგმამ ევროპა ააყვავა და ასე შემდეგ. კი თქვა დააყვავა მაგრამ სუვერენიტეტი რომ დააკარგვინა მთლიანად და იმიტომ დახარჯეს რომ ახლა ამერიკელები ისა რა ქვია ევროპელებზე დაიძინებდნენ ფიქრობდნენ გაიღვიძებდნენ ფიქრობდნენ ეს ასე არ ხდებოდა აი ნახეთ შედეგი დღევანდელ დღეს რაც არის გამოწვეული და მე ნახეთ როგორი უტვინო პოლიტიკოსები ჩვენა მაგალითად ტუსკი რო ყავთ იმას პოლონეთს მან პირდაპირ რაც სისულელე კი მართალი თქვა მაგრამ ასეთი რამ პოლიტიკოსმა არ უნდა თქვა როგორც მან თქვა რომ ისო რა ქვია 3 წელიო
ჩვენთვის შეაკავაო რუსებია რომ მოიგეს პოლონელებისთვის უკრაინელებმა თავისი სიცოცხლით მოიგეს რომ პოლონელებისთვის და ყოჩახ უკრაინელებს ესე იგი აი მართლა ეგეთი რამე რო წარმოვიდგენ ბატონო ედიშერ აი მართლა რასავ არის ეს ქვეყანა გადარჩენილი ჩვენ აქ ამდენი ხანი სისხლი გვეღვარა და მე ეგ ვიღაც გამოსულიყო რომელიმე ევროპელი ქვეყნის დიპლომატი თუ თანამდებობის პირი და ეთქვა რომ მადლობა ქართველები აი რომ იხოცებით თქვენმა სიცოცხლემ ჩვენთვის რომ მოიგო ამაზე დიდი შეურაცხყოფა ერისთვის რა უნდა იყოს საერთოდ და აი როგორ მიკვირს რომ ამას არ მოყვა მათ შორის უკრაინელ ხალხში ძალიან დიდი გამოხმაურება თქვენ იმიტომ კოდებით თურმე რომ სხვა ერი იყოს მე კარგად მაგითი და იმათთვის იგებთ დროს და არ ჯვარი წერია ამ ქვეყანას მართლა ასეთი სცენარისგან და ამას მართლა გადავრჩით. აი, რა მინდოდა იცით მე კითხა ბატონო ედიშერ, თქვენ როცა საუბრობდით ამ ჩვენს ძვირფას პოლიტიკურ სპექტრზე, ეგრეთ წოდებული პროდასავლელებიო, ასე მოიხსენიეთ. უბრალოდ პროდასავლელები უწოდეთ და შემდეგ უпроსორად ეგრეთ წოდებულიო და აი ამაზე გავამახვილე ყურადღება. მეც ესე ვფიქრობ და აი ერთი არგუმენტი მაქვს, რასაც თქვენთან ერთად გავივლედი. ეს არის ხალხი, რომლებიც წლების განმავლობაში გვარწმუნებდნენ, რომ მათთვის ამერიკა დასავლური ღირებულებები არის წმინდათა წმინდა, რომ დასავლური ღირებულებებისთვის მზად არიან ყველაფერზე წავიდნენ და ეს LGBT პროპაგანდა თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ კიდევ ბევრი სხვა რამ არის ჩვენი გამოგონილი, არაფერი მსგავსი არ არსებობს. დღეს დადგა მომენტი, როდესაც და ჩვენ ამ შემთხვევაში ამაზე გვიპირისპირებდნენ, ხო? ახლა ჩვენი მხრიდან ამერიკის საელჩოსთან თუ იმის პოლიტიკასთან დაპირისპირების მთავარი არსი რა იყო, ზუსტად ღირებულებითი ნაწილი. დღეს, როდესაც მართლა დადგა დრო, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო არაფერს მსგავს ამ ქვეყანაში აღარ აკეთებს, ჩვენ თვითონ გამოვდივართ და ვიძახით, რომ აი ხალხო მოიხსნა ეგ რისკები, მართლა იქ შეიცვალა ადმინისტრაცია, გადატრიალდა რაღაც, აი დღეს აღარ არის ეგ დღის ეს რიგი და ამერიკა დღეს უხეშად რო ვთქვა, აღარ გვაძალებს LGBT-ს ეხლა შემოუბრუნდნენ და ეხლა აგინებენ ამერიკის შეერთებული შტატებს მთელი გულით. აი ეს რანაირად შეიძლება ასეთ ხალხს უწოდოთ, რომ ისინი როდესმე მაინც იყვნენ ევროპული ღირებულებების თუ დასავლური ღირებულებების ერთგული. მათ სინამდვილეში ის რეჟიმი მოწონდათ, აი ის სისტემა მოწონდათ, საიდანაც იკვებებოდნენ, ფულს იღებდნენ, მთელი ეს თორე რა დასავლური ღირებულებები მათ რო კითხო, ეს დასავლური ღირებულებები თურმე საერთოდ ჩვენი გამოგონილი იყო, აქამდე არც არსებობდა, აი ეს რაღაცა ბრძოლა, რაზეც ეხა მაგალითად თვითონ დონალდ ტრამპიც საუბრობს. ეს არის ჩემთვის ძალიან კარგი ილუსტრაცია, რომ სინამდვილეში არანაირი ღირებულებითი პრინციპები მათ არ გააჩნიათ და უბრალოდ აი ფულს აიდანაც იღებდნენ, რომელი ქვაბიდანაც ჭამდნენ, იმ ქვაბს აკებდნენ. ესეთი დასკვნა შემიძლია მივიღო. აბსოლუტურად სწორად მსჯელობთ ბატონო თანგის და მე სრულიად გეთანხმებით, რომ ამ ხალხისათვის არავითარი ღირებულება არ იყო, ამ ხალხისათვის არის ფული მთავარი, ვინც მას აძლევს და აჭმევს, სწორედ მათთან შეუძლიათ ურთიერთობა და ისინი გაღმერთებული ყავთ მათ. ახლა ნახეთ, მეორე ამბავია, ნახეთ, როგორი სიტუაციაა. სიტუაცია იმაში მდგომარეობს, რომ ეს ადამიანები სამწუხაროდ ჩვენთან 30 წლის საუკუნის მესამედის განმავლობაში ზრდიდნენ ასეთ ადამიანებს, აყალიბდებდნენ უსამშობლო ადამიანებად და სწორედ მე შემთხვევით არ მიხსენებია იმ მარკ რუბიოს განცხადება, როდესაც მან განაცხადა, ხალხო, კიდე გინდათო მთავრობაო, თქვენ მთავრობა ყავდეთო? გავიხსენოთ ცნობილი სცენა დათა თუთაშხიადან, რაც დაგამსგავსათ ამ მამაძაღლმა სეთურმა და მოსასპობმა თაბაგარმაო. ანალოგიურ სიტუაციაში არიან ეს ადამიანები დღევანდელ დღეს და მივიდნენ ბოლოს და ბოლოს სიგიჟემდეა ეს ყველაფერი მისული, სიგიჟემდე. აბსოლუტურად როგორ გითხრათ, იცით? აი ჩამოაყალიბეს ძალიან დიდი ისეთი კატეგორია გარკვეული ადამიანებისა, რომლებიც აბსოლუტურად ვერ აზროვნებენ, რომლებიც გასული არიან, რომ იტყვიან მომსახურების სფეროდან და რომლებიც უპირველეს ყოვლისა, რომელთაც უპირველეს ყოვლისა შეუძლიათ ყოველგვარი საშინელებების ჩადენა საკუთარი სახელმწიფოსა და საკუთარი სამშობლოს წინაშე. ნახეთ ადამიანებო, როგორი სიტუაცია, როდესაც ტერორისტი გრიგორიადისი ცხადდება გმირად. ამაზე რა შეიძლება, მეტი შეიძლება ტელემაყურებლებო ითქვას ამის შესახებ. როდესაც ვიღაც მზია ამაღლობელი, რომელიც პირდაპირ ეთერში სცემს პოლიციის უფროსს, არის ადამიანობის ეტალონად წარმოადგენენ. როდესაც ვიღაცას, რომელიც აშჭარდავს წმინდანის საფლავს, ლაპარაკობენ, რომ ეს არის უდიდესი მოვლენა.
როდესაც ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ხდება ისეთი ამაზრზენი ამბები, რომელმაც ჩვენ თვალწინ გაიარა რუსთაველზე 2-3 დღის უკან კიდევ ერთხელ გავიარე და ნახე კაცო რა არის, იცი? აი ალბათ შედარება შეიძლება თემურ ლენგი რომ შემოვიდა, როდესაც ააოხრა ჯალალედინმა, ხვარაზმელებმა რო აოხრეს თბილისში, ზუსტად რანაირი წარწერებია, რა ხდება რუსთაველის პროსპექტზე, საკუთარ ქალაქში და ამას უპირველეს ყოვლისა ტაშს უკრავენ და მეტიც მინდა გითხრათ, რატომ არის ახლა იმ ევრობიუროკრატიის წინააღმდეგ უპირველეს ყოვლისა ჩვენი მთელი ბრძოლა მიმართული. რატომ? იმიტომ რომ ისწორედ ეს ევრობიუროკრატები მხარს უჭერდნენ ვის? ტერორისტ გრიგორიადის. იმ ადამიანებს, რომლებიც პიროტექნიკას ესროდნენ სამართალდამცავებს. მაგრამ მაგათ რა უნდა მოთხოვოთ ბატონო ედიშე, როდესაც მაგ გრიგორიადის სანამ ევროპელები გამოაცხადებდნენ გმირად, მანამდე იმ დროისთვის მოქმედმა პრეზიდენტმა გააკეთა ამ ქვეყანაში. ზუსტად მაგეთკენ მინდა ჩვენი პოლიტიკური ელიტა აშვებოდა მაგ ყველაფერს, ახლა გაგვიკვირდეს იმ ბრიუსელში თუ ვიღაცამ ფული აიღო. მაგეთკენ მივდივარ, ზუსტად ახლა დღეს თუ ხვალ მიეთრევა იქ არა ბალტიის ქვეყნებში. ბალტიის ქვეყნები სამწუხაროა ეს ჩემთვის ამას ვლაპარაკობ, ბალტიის ქვეყნები იქნა საქართველოსათვის ვანდიათ. როგორც საფრანგეთისათვის იყო ვანდია ჩემო ბატონო, ანალოგი რაც მამაძაღლია, რაც გაცვეთილია, რაც გათახსირებულია და რაც გაუბედურებულია, რაც გამამაძაღლებულია, ყველა ჯერ უკრაინაში იყვნენ. ხო და უკრაინიდან ახლა ბალტიის ქვეყნებში იყრიან თავს და იქედან ფიქრობენ რაღაცების გაკეთებას. რაღაცის გაკეთებას და მე ეს ხალი ხომ მთლიანად გავიდა იმიდან, რა ქვია, როგორ გითხრათ, არსებული რეალობიდან გასული არის თავი პრეზიდენტად მიაჩნია. მაგრამ საოცრება რა არის, იცით? მასთან ერთად მე მინდა გითხრათ, რომ ევროპის იმ ქვეყნებში 3 ქვეყნის გამოკლებით ყველგან დანარჩენი კოლექტიური სალომეებია, ყველგან მოსულები. იმიტომ რომ როგორ შეიძლება ახლა ამ ადამიანებს მხარს უჭერდე და კიდე ლაპარაკობდე იმის შესახებ, რომ ესენი წარმოადგენენ იმ ძალას, რომ 100-ია თუ 118 დღეა თუ რაღაცები ხალხი ქუჩაშია და ასეთ რაღაცებს ლაპარაკობენ. ის ადამიანები, რომლებიც საღამოს 8 საათიდან 10 საათამდე გამოვლენ, შემდეგ ქვეყნის ბიუჯეტს ავსებენ ხო და ისევ მეორე დღეს კიდევ იმისათვის ემზადებიან, რომ ეს გააკეთონ. ერთი სიტყვით მარაზმი მეფობს არა მარტო ჩვენთან, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელსაც ხელმძღვანელობს ეს deep state, მაგრამ ეს დიდხანს ბატონო თენგო არ გაგრძელდება. გამორიცხულია. ამის დიდხანს გაგრძელება არ შეიძლება. ჩვენ ვხედავთ იერიშზე მიდის ამერიკის ხელისუფლების მიერ. რატო ვლაპარაკობ ახლა ამერიკის ხელისუფლებაზე? ამდენს, იმიტომ ვლაპარაკობ ამერიკის ხელისუფლება ერთ-ერთი წამყვანი ფაქტობრივად ამერიკის ეგიდით მიმდინარეობს სოფლიოში პროცესები და მე მინდა გითხრათ ქართველებო მაინც კიდევ ერთი მეტად საქართველოს მოსახლეობა მნიშვნელოვანი რა რომ ჩვენ უპირველეს ყოვლისა დიდი ილიას არ იყოს ჩვენ თავს ჩვენ თვითონ უნდა ვეყუდნოდეთ. ნუ დავამყარებთ ასა გადაჭარბებულ იმედს ისა ამერიკის დღევანდელ ხელისუფლებას. არამედ ჩვენ ეს დრო, როდესაც ისტორიის ჩარხმა ჩვენკენ დაატრიალა, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი და მეტი ძლიერი დარტყმა მივაყენოთ იმ ძალებს, რომლებიც საქართველოში არიან მეხუთე კოლონის სახით და ამაში ჩვენ ძალიან კარგად გვეხმარება ევროპაში ორი სახელმწიფო, ეს არის უნგრეთი და ეს არის სლოვაკია. პიტერ სიარტომ დღეს უნგრეთიდან უწინვალესი განცხადება, ფაქტიურად ჩვენი სათქმელი თქვა ამ ადამიანმა, მოუწოდა იქ თავის ბრიუსელ კოლეგებს, რომ ისიც ხომ არ არის ახლა ის საუბარი არის თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნის ოფიციალურ პირზე, რომ ამას მოუწოდა, რომ დაანებეთ თავი თბილისის საქმეებში ჩარევა, საქართველოს თვითონ მიხედავს თავის თავს და ქონდა ასევე გაკეთებული, უბრალოდ ჩვენთან პარტნიორობით მიხედავს ის თავის თავს, არ ჭირდება ჩვენი შიდა ჩარევებიო და ასევე მან კომენტარი გააკეთა USAID-ის დაფინანსების შეჭერებაზე, რომ ეს არსებითად გააჯანსაღებს პოლიტიკურ გარემოს. როგორც ჩანს, ეს პრობლემები, რაც ჩვენთვის უკვე დიდი ხნის ნაცნობია, არ არის მარტო ჩვენი პრობლემა და ეს ხალხის ყველამ კარგად იცის რა საქმეს ასრულებდნენ ის USAID-ები და ნედები, აქ რასაც აკეთებდნენ, ალბათ 10 იმდენს იქ აკეთებდნენ და უნგრეთი თითქმის გადატეხილი ჰქონდათ, ყავდათ ბოლომდე იქ არაერთი ეს იქ
გადავეკიდე დღეს ისევ ამ LGBT თემას, მაგრამ არაერთი მარში არის იქ ჩატარებული და ეხლა კრძალავს ორბანი იმ ყველაფერს, ეხლა ცდილობს გამოასწოროს ის ყველაფერი, რაც მაგალითად საქართველოს შემთხვევაში ქართველმა ხალხმა პირველ რიგში არც დაუშვა და ჩვენთან არ ყოფილა ისეთი მძიმე სურათი ამ ხრივ, როგორიც აქვს მაგალითად უნგრელებს და კიდე ბევრ სხვა ქვეყანას. იგივე საინტერესო პროცესები არის თურქეთშიც და მოდით ამასაც მინდა რომ შევეხოთ ბატონო ედიშერ მე არ ვიცი იქ ვისი ორგანიზებით და არის თუ არა იქ ეს deep state-ის ხელი, მაგრამ ერთი რასაც დავაკვირდი, აი ერთი სურათები არის, რაც ჩვენ რამდენიმე თვისინ გამოვიარეთ. მაგალითად, დღეს დაიდო ფოტო იქ ჭაულზე მოცეკვავე თურქი, იქ ახალგაზრდა ბიჭი ასრულებს ამ როლს. ცოტა ხნის წინ ნახეთ აქციაზე ხელის თხოვნის რომანტიკული სცენა, რომელიც, რა ვიცი, აი თან ამ ყველაფერს ჩვენი პროდასავლელები აზიარებენ და ერთს არ მოუვა თავში აზრად რომ კი მაგრამ ეს ხო ჩვენთანაც იგივე ხდებოდა და ეს რაღაცა საერთო სცენარი ხომ არის დაპროგრამებული არის არ ვიცი რანაირად შეიძლება რომ ეხა კავშირი არ დაინახო ადამიანმა მაგრამ აი არა ვერ ხედავენ კავშირს ამ მოვლენებს შორის ეს მე ამას ვერ ხსნი რაშია ჩემი აზრით ბატონ თენგის რაშია საქმე იცით აი ერთი სცენარი რომ არის ჩამოწერილი ამ ერთი სცენარის იქეთ ამათ როგორი კრეატიულობა საერთოდ არ გააჩნიათ რასაც ეტყვიან იქეთ აი ჩვენ რო გვაქვს კარგი გამონათქვამი ქართველებს რასაც ჩაძახებ იმას ამოძახ ჭურია ფაქტობრივად ესენი ჭური საზოგადოება ჭური შეიძლება დაარქვათ რომლებსაც რასაც ჩაძახებენ იმას ამოძახებენ აბსოლუტურად სწორად ხედავთ თქვენ პროცესებს არა მარტო თურქეთ ნებისმიერ ქვეყანაში სადაც კი ინდომებენ ამას ზუსტად სერბეთშიც იგივე საკეთებენ სერბეთში ეხლაც ამ წუთებში, ამ დღეებში და ზუსტად ანალოგიური სიტუაცია. უნგრეთში სურდათ. სლოვაკეთის პრეზიდენტმა ფიცომ რა განაცხადა, ხო გვახსოვს ჩვენ რომ ჩამოყალიბებული გქონდათ აი ეგრეთ წოდებული თეატრალური საზოგადოებები, ეგრეთ წოდებული რაღაცა პროლეტ კულტელები იყო ადრე და ახლა ჩვენთან ტუალეტ კულტელებია. ტუალეტ კულტელები ყავთ. მაგათაც იქა ზუსტად ასეთი რაღაცები ქონდა ჩამოყალიბებული და ეს არის გაწერილი გეგმა. ერთი და იგივე გაწერილი გეგმა, რომლითაც მიმდინარეობს ბრძოლა ეროვნული ხელისუფლებების წინააღმდეგ. მე დარწმუნებული ვარ და რომ ამას არც ერთ შემთხვევისათვის ერდოგანი არ დაუშვებს. გამორიცხულია ერდოგანი, როგორც ვიღაცებად არ წარმოიდგინონ მაგათმა ერდოგანზე მიიტანეს შეტევა და რა ჩიტების დაიჭირეს ძალიან კარგად იცის ყველამ ამავე დროს ერდოგანს ძალიან დიდი დასაყრდენი აქვს თავის ქვეყანაში და იქ სხვა პროცესები მიმდინარეობს კიდე რომელი პროცესების სულ მოკლე ხანში და სულ მალე დაინახავს მთელი მსოფლიოს საზოგადოებრიობა და ასეთ შემთხვევისათვის ჩვენი როლი რა არის? ჩვენ უპირველეს ყოვლისა უნდა შევხედოთ ამ პროცესებს ისე როგორდაც დღევანდელ დღემდე უყურებდით და უყურებთ და ჩვენი ის პოზიცია უნდა გავატაროთ, რომელ პოზიციაც იქნება ქართული სახელმწიფოსა და მე რამდენჯერ ვიმეორებ ქართული სახელმწიფოებრიობის გადამჩენელი. მაგრამ ამავე დროს აქ არის ორგანული შემადგენელი ნაწილი არის თურქეთში მიმდინარე პროცესი, იგივე შავი ზღვა თქვენ თავის დროზე როაცა ახსენეთ. შავი ზღვის აკვატორიისათვის მიმდინარეობს ეს უმთავრესი ბრძოლა, რომელიც ჩვენ ვიცით რომ რა სიტუაცია იყო ჯერ ერთი მარტო 2008 წლის აგვისტოს ომს ავიღებ. როგორც ჩაკეტა ფაქტობრივად შავი ზღვა თურქეთმა თავად თურქეთმა აამუშავა 1926 წლის მონტრეს კონვენცია ჩემო ძვირფასო მეგობრებო. მე როდესაც იმ საკითხებზე ვლაპარაკობდით რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობები გახსოვთ როგორი დაძაბული იყო ერთი პერიოდი თაჯერ თვითფრინავით ჩამოუგდეს რუსებს ხო მაგრამ სულ მოკლე ხანში იგივე გეოპოლიტიკა მითამაშე ეს როლი შეიძლება ძალიან არ ეხატებოდათ ერთმანეთს გულზე ერდოგანს და იმას პუტინს მაგრამ იყვნენ იძულებული რომ გარკვეული ეთანამშრომლად სხვათა შორის ნაყოფიერად ეთანამშრომლად მაგრამ ნახეთ როგორი სიტუაციები შეიცვალა იქეთ ჩემო ძვირფასო მეგობრებო ამასაც მიაქციეთ ყურადღება ნახეთ სირია როგორ გაგლიჯეს
სოფლიოს დიდმა მტაცებლებმა რამდენიმე საათში მოხდა ეს დასრულდა ყველაფერი მე მუდმივი მეგობრობა ისა რა ქვია მეგობრობა არ არის პოლიტიკაში ინტერესებია ნახეთ რუსეთმა როგორ ფაქტობრივად მიატოვა ფაქტობრივად სირია და სირიაში შევიდა სხვადასხვა ძალები შემდეგ როდესაც დემოკრატიაზე ჯღავიან ეს აქაური უცოდინარები ნახეთ ვინ მოიყვანეს სირიაში პრეზიდენტად ვინა სირიაში პრეზიდენტად ყოფილი ტერორისტი ალდოლანი რომელიც თვითონ ჯილდო ჰქონდათ კაცო მის დარიანსოს ხალხზე დაწესებული და შეტანილი იყო ტერორისტების სიაში იმსა რა ქვია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს ტერორისტების სიაში ჰქონდა შეტანილი ამიტომ უპირველეს ყოვლისა ნუ დაემსგავსებით ზოგიერთები და ძალიან ბევრი ხარ დამსგავსებული სულხან საბა ორბელიანის იმას ბაყაყი რომ არის წყალში შრება წყალი და ამოდიოდა სხვაგან გადადიო არა აქ უნდა ჩაყუდეო ეს რითია გამოწვეული ეს უპირველეს ყოვლისა გამოწვეული არის ზენო აი მე ჭყალებში ვიტყვი სამ სიტყვას დავერბოვკებით ისე ყავ დავერბოვკებული რომ ეხლა მე დარწმუნებული არის სალომე და მის გვერდში მდგომი იმასავით რა ქვია ჭაჭანაჭა მინდავრებით რომ დაბოდიალობენ იქეთ-აქეთ მას საერთოდ არ უნდა ამის გაკეთება მაგრამ აი ხლა ვინაიდან გრძნობენ ერთ-ერთმა რაც ჭირთ მათ თავს მაგრამ საქმე რაში არის იმიტომ რომ სხვა გასავალი უკვე არ აქვთ იმდენად დიდი თანხები აქვთ მათგან აღებული იმდენად დიდად არიან მათგან დავერბოვკებული და ერთ-ერთმა მათგანმა თუ არ ვწდები ერთი ტელესახე ყავთ ამავიწყდა იმ ხალის გვარი მიშველაძე მე მგონი ფსკერზე ვარ თუ ეხლა ფსკერზე მიხვდა იმან მიშველაძემაც მიხვდა იმ ეკამიშველაძემ მიხვდა ხან დაღმართზე მივდივარ წერვალზეო მაგრამ ახლა ფსკერი ვართო და მართლა ფსკერზე არის არაერთი და არა ორი ლაპარაკობს ამის შესახებ ჩემო ძვირფასო მეგობრებო და მე მინდა გითხრათ რომ დაქცეულია იმ მოძრაობის საქმე რომლის მთავარი ხაზინადარია ნანუკა ჟორჟოლიანი ეს უკვე დასრულებულია იქა ყველაფერი სრულდება აბსოლუტურად ყველა და ყველა ამი ისტორიიდან არაერთი და არა ორი მაგალითის მოყვანა შეიძლება როდესაც ასეთი ოდიოზურზე კიდე თუ შეიძლება დაბალ სიტყვას ვერ მოძებნი კაცი ასეთი პიროვნებების ხელში გადადის ასეთი ფონდები მე დავარქვი მაგათ ფონდარასტები ჩემო ბატონო ხო და ეს ფონდარასტები როდესაც ასეთი პიროვნებების ხელშია ეს უკვე იმას ნიშნავს რომ ეს არის აგონია ეს არის დასასრული და მხოლოდ ჩემი გადასახედიდან ამას ჭირდება გარკვეული დროის გასვლა გარკვეული ტექნიკური ცვლილებები ამ ტექნიკა ამისათვის საჭირო რომ ესენი გასწორებული არიან მიწასთან და სულ მთლიანად მიწის ქვემოთ რო ჩავიდნენ და თხუნელებივით გათხარონ მიწა რათა თავი გადაეჩინონ ისე მე რომ მკითხოს კაცმა ის რომ არის ის დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნილი იმ დროებითი საგამოძიებო კომისიამ ამ საკითხებსაც უნდა მიხედოს რას იმიტომ რომ ეს ხალხი ბატონო თენგის ემუქრებოდნენ საკუთარი მუცლის ამოყორვის ხარჯზე და საკუთარი კეთილდღეობის ხარჯზე ჩვენი შვილების, ჩვენი შვილიშვილების, ჩვენი ოჯახების, ჩვენი მომავლის, ჩვენი მოხუცების, ჩვენი ქალების, ბავშვების გაჟილეტის საფასურად საკუთარი კეთილდღეობის აწყობას. ამიტომ ამ ხალხმა, ვინაც ამას იდეოლოგიურად ხარს უჭერდა და ლაპარაკობდა იმის შესახებ, რომ რატომ არ ვაგზავნით ჩვენ უკრაინაში შეერაღებულ მებრძოლებს. რატომ გადის საქართველოსთან შავი ხვრელი რუსეთზე, რომლის საიდანაც შემდეგ მეორე უკიდურესობაში ვარდებოდნენ და ლაპარაკობდნენ ასეთ რაღაცას, რომ თურმე რუსებს შემოელია საბრძოლო მასალები და მაცივრებიდან იღებდნენ იმას ჩიპებსო და ჟანგიანი ტანკებით და ამის შემდეგ ჟანგიანი ტანკებით იდიოტები მოდიდნენ. ბატონის მაყურებელი გვიკომენტარებს, საინტერესო იქნებოდა რომ გამოხმაურებოდით ერთ-ერთი მაყურებელია თურქეთთან დაკავშირებით ვერ დაგეთანხმებით დიქტატორმა ერდოღანმა დააპატიმრა ხალხის მიერ არჩეული საყვარელი მერი რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატად უნდა დაესახელებინათ და ამას მოჰყვა იქ პროტესტი. ალბათ მე უბრალოდ ჩემ აზრს ვიტყვი რომ ამ შემთხვევაში ჩვენი მიზანი არ არის რომელიმე მართველი ან დიქტატორად ამ პირიქით დადებითად შევაფასოთ. ჩვენ ვჯეროთ ეხლა რატომ მოხდა? კი ბატონო დააპატიმრა ნამდვილად ერდოღანმა მერი ქალაქის რომელიც იყო წინა არჩევნების ეს მთავარი კანდიდატი და კინა გამოუგო ერდოღანს არჩევნები, ამიტომ აქ ოპოზიციის ლიდერის დაჭერაზეა საუბარი. ჩვენ გვინდა ვიმჯეროთ ეხლა რატო ხდება ამ მომენტში ეხლა რამ გამოიწვია ყველაფერი, თორემ მაკაცის დაჭერა ალბათ კი ძალიან დიდი ხანია უნდა ერდოღანს და შეიძლება კიდე ძალიან დიდი ხანი ვერ მოეხერხებინა რაღაცეების გამო, მაგრამ
ეხლა გააკეთა ეგ ყველაფერი და ეს არის ამ შემთხვევაში საინტერესო. ეს ყველაფერი თან დროში ემთხვევა სწორედ რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებებს, რომლებმაც შავი ზღვის რეგიონი უნდა გაინაწილონ. აქედან გამომდინარე შეუძლებელია, რომ არ იყოს ხო ალბათ ამ ყველაფერში. ბატონო თენგის აბსოლუტურად შემთხვევით პოლიტიკაში რამდენჯერ მithქვამს და კიდევ ერთხელ გამეორებს, შემთხვევით არაფერი არ ხდება. და ისა, რა ქვია, ერდოგანი იმის ჩიტი არ არის, რომ რაღაცა ჰაერზე გააკეთოს. მან გააკეთა ზუსტად იმ დროსა და იმ სივრცეში, როდესაც ამას საჭიროება ითხოვდა. ამიტომ პატივცემული ქალბატონი არის, ხო? ქალბატონმა მივიდეს, ნახოს, ჩახედოს ისტორიის სახელმძღვანელოებს. რა ხდებოდა პოლიტიკური ბრძოლების დროს, როგორ ხდებოდა დროის ამონაკვეთში ხდებოდა. თუ არ გააკეთებდი იმ დროის მონაკვეთში, შენ გაგიკეთებდნენ მერე, ჩემო ბატონო. მერე დაგვიანებული იქნებოდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერდოგანმა და თურქეთის სახელმწიფოში მცხოვრებმა ხალხმა და თურქმა პოლიტიკოსებმა უკეთესად იციან იქ რა მიმდინარეობს. ჩვენ ვლაპარაკობთ ამის შესახებ, ზოგადად ჩვენ გვინდა თურქეთი იყოს ჩვენი კეთილი მეზობელი, ჩვენი პარტნიორი, სავაჭრო პარტნიორი და გქონდეს ისეთი ურთიერთობები, რომელიც ფაქტობრივად ჩვენ თურქეთთან გვაქვს მოყოლებული 91-12 წლიდან, ვიდრე დღევანდელ დღემდე და არავით არის მოსურნი არა ვართ, რომ თურქეთში რაიმე გაუთვალისწინებელი მოვლა პირიქით ჩვენ ამას ალბათ ექნება ხო დიდი გავლენა რეგიონზე თურქეთის რაზეა უზარმაზარი სახელმწიფო 80 მილიონიანი სახელმწიფოა პატარა სახელმწიფო ეს ძლიერად წარმოდგენილი და ამაზე მეტი მეორე ჯარი ყავს ფაქტობრივად იმაში რა ქვია ნატოში რაოდენობის მიხედვით და სიძლიერის მიხედვით მეორე ამიტომ ეხლა ამის შესახებ რომ ჩვენ რომელიმე მხარი დაუჭიროთ ერთი ჩვენას წარმოვადგენ ჩვენ უბრალოდ ჯერობთ ამის შესახებ სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები ჩვენ არა ვართ მაგრამ ჩვენი სურვილი არის რომ იყოს მშვიდობიანი ჩვენდანვე კეთილმოსურნე და სავაჭრო პარტნიორი თურქეთი რომელიც და ისეთი ქვეყანა რომელიც ორივე ქვეყნისათვის კარგი იქნება და მთლიანად რეგიონში იქნება მშვიდობის ერთ-ერთი მედროშე. აი ეს არის ჩვენი მთავარი ამბავი. ჩვენ ალბათ ბატონო ედიშე რამაშიც დამეთანხმებით რომ ურთიერთობა როცა გვიწევს ეხა ბევრ ქვეყანას მათ შორის რუსეთთან ურთიერთობის დროსაც ეხა ჩვენზე მაგალითად ხო აქვს ესე შეხედულება რომ ჩვენ აქ ზედამთვარე ამოგდეს როდის შეიერთებს რუსეთი საქართველოს და გავხდებით მოსკოვის გუბერნია თუ რაღაცებს რო იძახიან მაგრამ ჩვენ ვართ ზუსტად ის ხალხი რომელიც ამბობს რომ მათ შორის რუსეთთან ურთიერთობის დროს არის დანარჩენი მეზობლების ფაქტორი სწორად გამოსაყენებელი რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი ოქროს შუალედი სადაც აი კავკასიაში ყველა ეს დაპირისპირებული მხარეები რომლებსაც ერთმანეთთან ზოგს დაპირისპირება აქვს ზოგს პარტნიორობა აქვს ზოგი დღეს მეგობრობს ხვალ ჩხუბებს და უამრავი ურთიერთობებია ჩვენ გეოგრაფიულადაც ცენტრში ვიმყოფებით ამ რეგიონის და ბუნებრივად გვაქვს ის ფუნქცია რომ ზუსტად ჩვენ უნდა ვიყოთ ის ველი რომელიც იქნება მომრიგებელი ამ ყველა რომელიც იქნება შემკრები ყველა თანხმობის და არა პირიქით კონფრონტაციის ველი, რომელიც დაუპირისპირდება რომელიმე მხარეს და ამ ტერიტორიას გადააქცევს ვინმეს პოლიგონად. ეს არ გვინდა პირველ რიგში და ჩვენი პოზიციებიც აქედან გამომდინარეობს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბატონ თენგო სრულიად გესაზღვრებთ, თუ ამას ჩვენ ასე არ გავაკეთებთ, ღმერთმან უქნას და გავხსრესენ ხალხო, გავიგოთ ეს, გავიგოთ. ამიტომ ჩვენი წინაპრების მთავარი პოლიტიკა იყო ბალანსირება, კიდევ ბალანსირება, რის მეშვეობითაც ხდებოდა ქართული სახელმწიფო და ქართველი კაცის იდენტობის შენარჩუნება და გადარჩენა. დიდი მადლობა ბატონო ედიშერ, ვფიქრობ საინტერესო საუბარი გამოგვივიდა და მადლობას გადაგიხდით როგორც ყოველთვის გადაცემაში სტუმრობისთვის. შევახსენებ ჩვენს მაყურებელს რომ ისტორიკოსი ექსპერტი ბატონი ედიშერ გვენეტაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. იმედი მაქვს მოგეწონათ ჩვენი საუბარი და 4 შაბათამდე დაგემშვიდობებით, კარგად ვსანდებოდეთ.